ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციის კანონის შერბილებას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ეს შერბილებები შეიძლება დაუსრულებად გაგრძელდეს და ბოლოს ამ შერბილებებს მოყვეს საერთოდ კანონის გაუქმება. და მინდა ვუთხრა ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც ყოველთვის გააპროტესტებს ამგვარ ქმედებებს. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილებით საქართველოს პარლამენტი ნაწილობრივ შეასრულებს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნას. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონის შეცვლის მოთხოვნით არაერთხელ გამოსულან რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი. მიგვაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილება იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დათმობაზე და ის ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ჩაშლას. ამიტომ მოუწოდებთ პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი მთავრობის ინიციატივას, არ დააყენოს საქართველოს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დათმობის გზაზე. ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იქნება გარკვეულწილად ასიმეტრიული, რამდენადაც გამოდის საქართველოს სახელმწიფო დაჯდის მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა საზღვრებს გადმოკვეთავენ და არ დაჯდის მხოლოდ ორ საზღვრებს გადმოკვეთ პირებს და ასევე ვთვლით, რომ ეს არ არის არაფრის საპირწონე ნაბიჯი, ანუ ჩვენ ამის საფასურად არ ვიღებთ არაფერს და ვთვლით, რომ ეს არის არასახელმწიფოებრივი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომლის უკანაც არის სწორედაც რომ რუსეთის დაკვეთა. თუკი ჩვენ აქამდე ვიძახდით, რომ რუსეთი მტერი 40 კილომეტრშია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მტერი უკვე აი რამოდენიმე მეტრშია სწორედ სახელმწიფო კანცელარიაში. ძალა, რომელიც რუსული დაკვეთის შემსრულებელია. აი,